სალამი. დღე 92 წონის კლების და ხო, დღეს რო გავუღვიძე, ვიყავი 78 კილო და 85 გრამი, რაც ძალიან კარგია. დასასწორი ვიყიდე რა და ახლა უფრო სახში ვიწონები და ნაჭამი რო არ მიდივარ ჯიმში, უფრო სწორად გავუგებ ხოლმე ჩემ წონას. ხო, დღეს რასაც შეეხება, დღეს გვაქვს პრესის დღე, პრესებს ვავარჯიშებთ, ანუ დასვენების დღები აღარ მაქვს მე, როცა წონას ვიკლებ და მაგის მაგურად პრესებს ვავარჯიშებ ხოლმე რა. და bench press და ტრაპებს. ანუ ისეთ კუნთებს ვავარჯიშებ, რომლებსაც ხშირად არ ვიყენებდი რა. უბრალოდ მეზარებოდა ხოლმე ან დრო არ გვხვდებოდა ვარჯიშის დროს და გიჩვენებთ თქვენც ასე გააკეთოთ ხოლმე რა. რაც შეეხება bench press-ზე, უბრალოდ წონის მომატება მინდა bench press-ზე და მაგის გამო ვავარჯიშებ bench press. პირველი კვება ახლა გვექნება pancake-ები, როგორც ყოველთვის. და ხო, სტანდარტულად ჯერ მოდი ფიზიკას განახებთ უცებ. და მე შევჭამო საჭმელს. ყოველდღე ვამჩნევ შედეგს და ყოველდღე ვიკლებ წონაში რა. და ახლა ყველაზე მთავარი ის არის, რომ დიეტა არ დამერღვეს რა და შევინარჩუნო ის კვება, რომელიც ახლა მაქვს და რომელიც წინა 92 დღის განმავლობაში მქონდა რა. და ხო, ასეთი ტემპებით ზაფხულამდე, ანუ უბრალოდ ერთ სკოლის დამთავრებამდე, წესით 14%-ზე ჩამოვალ, ან უფრო დაბლა და ბევრად კარგად გამოჩნდები რა, ასე ვთქვათ. და მე როგორ ზაფხულის პერიოდში ან გავაგრძელებ ამ ტონის კლებას, რა თქმა უნდა, სანამ 10%-ზე არ ჩამოვალ რა. და ნეტა როგორ იქნები 10%-ზე, აი მაინტერესებს და რა წონა ვიქნები, ეგეც ძალიან მაინტერესებს რა. ანუ ასეთი ტემპებით თუ გავაგრძელე, მე მგონი მალე სცენაზე მომიწევს გასვლა რა. ხო, ესე ჩემი პირველი კვება, სტანდარტულად pancake-ები და როგორც ყოველთვის დილით დავამზადე, უბრალოდ წინა დღეს დავამზადე და დილით კიდევ ჭამ რა. და ამის პერიოდში წამაშევ კიდე ხვალისთვის დავამზადებ და მე კიდე წავალ ჯიმში. წონის კლებაზე ვარ და ნახეთ აგეთ პიცები დევს და რა ვიღოთ ასე რაღაცა. წავალ უკვე თითქმის 12 საათი გამოვიცვალეთ უკვე და მზადვარ ჯიმში წასასვლელად რა. და ხო, სანამ წავალ მანამდე კიდე გამოიწერეთ ჩემი არხი. ძალიან ახლოს ვართ 100 გამომწერზე და ავიდეთ რა. მოვიდი ახლა სახში. კარგი ვარჯიში გამოვიდა. შეიძლება რაღაცას გაგიკვირდეთ ახლა bench-ზე 75 კილოს რატო წევდიო რა. როცა ძალიან მსუბუქი წონა ჩემთვის. მაგრამ ნახეთ ახლა ასეთი მეთოდი არის რა 5x 5 ქვია. ხო და ასე ვთქვათ, ასეთი მეთოდია 5x 5 ქვია და თქვენი მაქსიმალური bench-პი არის წონის 70% უნდა აწიოთ 5-ჯერ რა. და უნდა გაიმეოროთ 5-ჯერ. ხო და ცოტათი ასე თქვენი სხეული ეჩვევა მაგ წონებს და ბევრად მეტი წონის აწევა შეგიძლიათ მე. ხო ასევე. ვისაც bench-ის გაზდა გინდათ, კვირაში 3-ჯერ მაინც უნდა ივარჯიშოთ ხოლმე bench press-ზე და მე გიჩევთ დასვენების დღეებზე ივარჯიშოთ ხოლმე რა. და 5x 5-ით მეთოდით დიეტ კუნთები არც დაგეჭიმებათ რა, იმიტომ რომ დროთა განმავლობაში მარტივი ხდება. ნუ დღეს ჩემთვის ძალიან მარტივი იყო უკვე 75 კილოს აწევა, ანუ 5-ჯერ ისე მარტივად ავწიე რომ რავი. ალბათ 1-3 ვარჯიში კიდე ასე გავაკეთებ და მე გადავალ 70 კილოზე რა. ნახოთ როგორ განვითარდება ყველაფერი. ხო, თუ არ ვშტები სკოლაში არის კიდე დასვენება და ვიცდები ხვალაც დავდო ვიდეო რა. ცოტათი თუ ბევრ ვიდეოს დავდებ, ცოტათი მოიხდება ჩემი არხი და ხო, პარიმ შეგახსენებთ რომ
ჩემი ახლა გამოიწეროთ რა, ძალიან ახლოს ვარ, არს გამომწერდა. ახლა უკვე მალე 4 საათი იწყება. კიდე მექნება მეორე კვება რა. და მაგის ჭამის შემდეგ ვეცდები მალევე დავიძინო, იმიტომ რომ რაც უფრო დროს წელავ ხოლმე რა, უბრალოდ რაც უფრო მეტი ხანი მღვიძავს ხოლმე, მე ხომ მშვიდება. და ვცდილობ რომ რაც შეიძლება ადრე დავიძინო ხოლმე, რომ მე ადრე გავაღვიძო. დილის 6 საათზე ვიღვიძებ სხვათა შორის და მაგითო რა. და ახლა ვფიქრობ, სკოლის დღეები რო დაიწყება, რანაირად ვფიქრობ ესე უკეთესი. სკოლის დღეები რო დაიწყება ხოლმე, ვეცდები რომ გავიღვიძო 9 საათზე ან 10 საათზე. 11-ისკენ უკვე მზად ვიყო და 12 საათისკენ რა ჯიმში თუ წავალ გადავიღო ვიდეოები და მე მაგიდან პირდაპირ სკოლაში წავიდე რა და ეგრე უფრო გამომივა ალბათ. იმიტომ რომ სკოლიდან რომ მოვა, უფრო დაღლილი ვიქნები და პლუს კიდე უფრო მეტი ხალხიც იქნება და ტელეფონის დადება კარგად არ გამომივა. ხო. ვფიქრობ სულ ეს იყო, ვიდეო უკვე დავაედიტე ყველაფერი და მალე დაიდება რა. და ჩემი არხის გამოწერა არ დაგავწყდეთ. კაი, დროებით.